დღევანდელმა სახარებამ ჩვენ მოგვითხოვ ისტორია თუ როგორ განკურნა მაცხოვარმა მამის თხოვნით ეშმაკით შეპყრობილი ყრმა შვილი ამ კაცისა და თხრობა იყო ასეთი უფალო განკურნე ძე ესე ჩემი რამე თუ ცისად ეშმაკეულ არს ვთხოვე შენს მოწაფეებს მაგრამ მათ ვერ განკურნეს იგი როდესაც ეს გაიგო მაცხოვარმა უბრძანა მოყვანა ამ ყრმისა განდევნა მისგან ეშმაკი და შემდგომ მოციქულებს ებადებათ შეკითხვა მაცხოვრისადმი რატომ ვერ შევძელი ჩვენ ამის გაკეთება და მაცხოვარი ამბობს მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ მთასა მას მიიცვალე ანუ გადაადგილდი თქვენ დაგიჯერებთ და შეუძლებელი არაფერი იქნება თქვენთვის რამე თუ ეს მოდგმა განიდევნება მხოლოდ მარხვითა და ლოცვით პასუხობს მაცხოვარი ალბათ ცნობილი ისტორიაა ჩვენთვის ამას ვკითხულობთ ჩვენ ძალიან ხშირად სახლებში აი დღევანდელ თხრობა სახარებისა შეიძლება ეწოდოს ღვთისმეტყველება მდოგვის მარცვლის შესახებ მდოგვის მარცვლის ღვთისმეტყველება გაგიკვირდებათ რა ღვთისმეტყველებაა მდოგვის მარცვლისა რა ღვთისმეტყველება უნდა კონდეს მდოგვის მარცვალს მდოგვი ყველამ ვიცით და მარცვალიც ყოველ შემთხვევაში მე არ მინახავს მაგრამ როგორც ცნობილია ყველაზე მცირე თესლთაგანია ამიტომაც მოყავს მაგალითად მაცხოვარს ეს მდოგვის მარცვალი პირველი საკითხი რატო ვერ განკურნეს მოციქულებმა ეს ეშმაკეული იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში როდესაც კურნავდნენ ისინი კურნავდნენ მაცხოვრის კურთხევით მაცხოვარმა მისცა მათ ხელმწიფება ამაზე მაგრამ ამ შემთხვევაში მათ ეგონათ რომ როგორც ადრე ხდებოდა ჩვენი ჩვეულებისამებრ ისე მოხდება ეხლაც ქრისტე არ გჭირდება ჩვენ მოიყვანა მამამ ეშმაკეული და ვერ განდევნეს იმიტომ რომ ეგონათ რომ თავიანთი ძალებით იყო შესაძლებელი ეს ყოველივე მიჩვეულები იყვნენ ამ ყველაფერს ესენი სხვა შემთხვევაში ხო დევნიდნენ ესინი ეშმაკებს და ამ შემთხვევაში ეგონათ რომ მსგავსი სასწაული აღესრულებოდა არ აღსრულდა რატო იმიტომ რომ ქრისტესთან ერთად არ აღასრულებდნენ ღმერთით არ აღასრულებდნენ ჩვენებურად გვინდა ჩვენ აღვასრულოთ ეს და ვერ აღასრულეს და მაცხოვარი ამბობს მდოგვის მარცვლის ოდენა ეხლა ამ შემთხვევაში მდოგვის მარცვალი როგორც მოგახსენეთ ყველაზე მცირე არის თესლთა შორის მაგრამ როდესაც იზრდება იგი და გადაიქცევა ხეთ მაშინ ფრინველები იფარავენ იმალებიან მის ფრთეთა ქვეშე მის ტოტებში ანუ იმდენად დიდი იზრდება იგი ყველაზე პატარა და ვერ წარმოიდგენს კაცი რომ შეიძლება ამხელა გახდეს და იზრდება ძალიან დიდი
რაზეა საუბარი? საუბარი არის რწმენის არა ზომაზე. ანუ ამ შემთხვევაში ხო შეიძლება დაიბადოს შეკითხვა. ესე იგი, თუ მცირე მაინც მაქვს რწმენა ამ თესლის ოდენა, საკმარისია ჩემთვის. სიმცირეზეა საუბარი თითქოს. მაგრამ მაცხოვარი ამ შემთხვევაში მოიყვანდა სხვა მაგალითს. მდოგვის მარცვალს კი არ მოიყვანდა. სხვა მცირე ნაწილაკზე ისაუბრებდა, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია თესლი. მდოგვის თესლი, რომელიც მცირეა, და ამ შემთხვევაში მაცხოვარი ნამდვილად ამაზე მიუთითებს, რომ მცირე რომ გქონდეთ სარწმუნოება აღასრულებთ, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის აქ. საუბარი ამ შემთხვევაში არის იმაზე, რომ სარწმუნოება ზრდადი უნდა იყოს შენში. როგორც ამ თესლში პოტენციურად არის ძალა ხისა. თესლი თესლად კი არ რჩება. ის რომ დაითესება, ეს პოტენციურობა მასში რაც არის, თესლად კი არ ჩამოყალიბდება კვლავ, არამედ ჩამოყალიბდება დიდხეთ. ანუ აქ არის საუბარი არა ზომაზე და იმაზე, რომ კმა არის ჩვენთვის მდოგვის თესლის ოდენა რო გქონდეს რწმენა. ამაზე კი არა ეს საუბარი. აქედან უნდა დაიწყოს რწმენა თქვენიო. და როგორც თესლს გააჩნია ზრდადობის უნარი, ხედ უნდა გადაიქცეს რწმენა თქვენი. ამბობს იგი. და წმინდა მამებს, აი გარდა ამ ზრდადობისა, აქვთ მეორე დაკვირვება ძალიან საინტერესო. მდოგვის თესლი, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, არის თავად მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ანუ საუბარი რაზეა? როგორც ეს თესლი შესახედაობით არის მცირე, შეიძლება ითქვას აბუჩად ასაგდები და ვერავინ ვერ დაინახავს მასში პოტენციურობას, ასევე განკაცებისაც მაცხოვარს რო შეხედეს, იყო პატარა კაცი, ღარიბი, მოხეტიალე. როგორც ეს თესლი ყველაზე პატარა თესლთა შორის, შეურაცხყოფი, განსაგდები ჩვენგან. მაგრამ როგორც ეს თესლი იზრდება დიდხეთ, როგორც თქვით, მაცხოვარმა თავისი განკაცებით, ჯვარცმითა და აღდგომით შემოიფარა ყველა ფრინველი თავის ფრთეთა ქვეშ, როგორც იმ ხემ მდოგვის მარცვლიდან, რომელიც გაიზარდა. და ეს ფრინველები არიან წარმართი ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ეს მარცვალი მდოგვისა. ეს განგდებული, ყველაზე შეურაცხყოფილი, ყველაზე პატარა, ყურადღებასაც რო არ იმსახურებს ჩვენგან. ამბროსი მედიოლანელი და კიდე სხვანი ასეთ რამეს საკვირდებიან. მდოგვის მარცვალი რო შეხედავ პატარაა, მაგრამ იქამდე ვერ გაიგებ რისი მაჩვენებელი და რისი მახასიათებლობა აქვს მას, სანამ არ გასრისავ მას. და რო გასრეს, ჩვენ ვიცით, მძაფრი სურნელი, ტკბილი სულაც არ არის და თუ მოხვდა ხელზე, ვისაც წაგისვიათ მდოგვი, ის გამაცხელებელია.
ადამიანის ორგანიზმისა, როგორც მაცხოვარი, როგორც ის არის განმაცხელებელი ორგანიზმისა და სულაც არ არის ტკბილი, ასე მაცხოვრის მოძღვრება და თავად იგი ის შესახედაობით განკაცებისა სულაც არ იყო ტკბილი. მაგრამ მისი დამწველობა, როგორც მდოგვის მარცვლისა, არის ის, რომ მას შეუძლია ცოდვების დაწვა. ესე იგი, რას ეუბნება ამ დღევანდელი სახარებით მოციქულებს მაცხოვარი? თუ კი აი ამ უკვე რაც ვილაპარაკეთ, თუ კი თქვენ არ გექნებათ თესლი, ანუ მე თუ არ გეყოლებით შიგნით, იმიტომ რომ დოგვის თესლი, როგორც თქვით, მაცხოვარია თავად. მე თუ არ ვიქნებით თქვენში, თქვენ ვერაფერს ვერ აღასრულებთ. და თუ კი მე ვიქნები, გადაადგილება შეგეძლებათ მთებისა. და შეუძლებელი თქვენთვის არაფერი არ იქნება. მაგრამ ჩემით ამ დოგვის თესლით მხოლოდ. და ეს დოგვის თესლი, ანუ ქრისტე, რომ იყოს ჩვენს გულებში, ანუ ამ თესლს ხომ ნიადაგი ჭირდება ახლა. ერთია რომ ითესება, კი, მაგრამ სად ითესება, როგორც თესვერის იგავში როა, სხვადასხვა ნიადაგებზე საუბარი. ეს მაცხოვრის თესლი, ანუ თავად იგი ხომ უნდა დაითესოს ისეთ ნიადაგზე, რომელიც მიმღები იქნება ამ მდოგვის თესლისა. და მაცხოვარი ამბობს, ვერ განიდევნება ეშმაკი თუ არა ლოცვითა და მარხვით, ან მარხვითა თუ ლოცვით. ესე ნიადაგი ქრისტეს მიღებისათვის უნდა იყოს დამუშავებული მარხვითა და ლოცვით. რას ნიშნავს მარხვითა და ლოცვით? მარხვა არის სიმბოლო და ზოგადად შინაარსი მარხვისა არის გამწმენდელობა ვნებათაგან. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია. მარხვა მარხვისათვის კი არა. მარხვა განწმენდისათვის ვნებათა. აი, როდესაც ამ ვნებებისაგან, უკეთურებებისაგან, როგორც სარეველებისაგან გათავისუფლებული იქნება გული კაცისა, ასეთ გულში დაივანებს მხოლოდ და მხოლოდ მდოგვის თესლი. და შემდგომ ერთი რომ დაივანებს, რომ ჩაინერგება, კი ბატონო, მაგრამ თესლს ხომ აღზრდა ჭირდება. აი, აღზრდა არის ლოცვა. ეს არის ერთგვარი ცოცხალი წყალი, რომელიც უნდა დაესხას ამ თესლს. ამ თესლთან ურთიერთობა უნდა გქონდეს შენ. გლეხი კაცი რაღაცას რო თესავს, ეს ვენახის მოვლა იქნება თუ სხვადასხვა, იმას ესაუბრება პირდაპირ მნიშვნელობით არა. ესაუბრება ურთიერთობით. არც ერთი კაცი არ შვება ისე რომ აბა მე ახლა დავთესავ მოვალ 3 თვეში და ნაყოფი დამხვდება მე. ამ თესლს მოვლა ჭირდება. ესე იგი, მარხვა არის გამწმენდელი გულისა, ნიადაგი შენი გულია, თესლი მდოგვისა მაცხოვარია და მოვლა ამ თესლისა, რომ დიდხედ გაიზარდო შენში, ანუ ის დიდი რწმენა რო გქონდეს, როგორც თქვით, ჭირდება ურთიერთობა ამ თესლთან, მდოგვის თესლთან, ანუ მაცხოვართან.
და ამ ურთიერთობას სხვა არაფერი ქვია თუ არა ლოცვა. შემაჯამებლად რო ვთქვათ, რეზუმირებულად. დღევანდელი სახარება, დოგვის მარცვლის ღვთისმეტყველება არის საუბარი მაცხოვრის მიღებაზე, როგორც თესლზე და მასთან ურთიერთობაზე, რის შედეგადაც ადამიანი ყველაფერს გადალახავს. და ბევრჯერ გვითქვამს, რატო ვერ ვლახავთ ჩვენ სირთულეებს? იმიტომ რომ ქრისტეს ცნობიერების გარეშე გვინდა გავუმკლავდეთ ამაოებას. ვერ გაუმკლავდები. იმიტომ რომ გონება ჩვენი არ არის მარადიული გონება, იმ გაგებით რომ მოკვდავია. მაგრამ რა წამს უკვდავებასთან შეერთებული ხდება, მაშინ ხდება მარადისობიდან განსაზღვრელი ამ ლოკალური პრობლემებისა და სიხარულებისაც. მარადისობიდან. თორე შენ თუ გინდა გაუმკლავდე წუთის სოფელს და დროში მოაზროვნეობით გინდა გაუმკლავდე, ვერ გაუმკლავდები. იმიტომ რომ შენ ვერაფერს ვერ შეცვლი. რატო? იმიტომ წუთის სოფელს ადრეც გვითქვამს, ამ სასტუმროს, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ამ სასტუმროს გააჩნია კანონები მიზიდულობისა, ფიზიკური თუ ქიმიური კანონები. შენ გინდა თუ არა, ესე იქნება. ამას ვერ გაუმკლავდები თუ არა ქრისტეთი. რატო? იმიტომ რომ ქრისტე არის მარადიულობა, ზედროულობა, უკვდავებაა იგი. და მოკვდავებაში, როდესაც შენ ფიქრობ, რომ გაუმკლავდები რაღაც პრობლემას, ვერ გაუმკლავდები. იმიტომ რომ არის შემოზღუდული შენი გონება. დროში და სივრცეში მოქმედებს მხოლოდ. ზედროული და ზესივრცული არის ღმერთი. აი ეს თესლი უნდა მიიღო შენ. ერთგვარი წამალი უნდა მიიღო, აცარა უნდა მიიღო მისით, რომ ის წუთისოფლის ბაქტერიები გაჭირვებულობა, ავადმყოფობა და სიკვდილი ვეღარ მოვა შენთან. კი გეტკინება, მაგრამ ისე ვერა. თუ ეს აცრა გაქვს გაკეთებული, თუ ეს მდოგვის თესლი გაქვს მიღებული, რომელიც დიდხედ გაიზრდება. თუ არ მიიღებ ამას, ნახავ წუთის სოფელი როგორ გადაგივლის. ნახავ. და მე არა თქვა, რომ არავინ მელაპარაკებოდა ამაზე. იყავი როგორც გინდა ბატონო. მე არ მინდა ესე ყოფნა, ალბათ არც თქვენ. ასე რომ ღმერთმა მოგცეს, რომ ეს თესლი ჩვენი მაცხოვნებელი უფალი იესო ქრისტე მიღებულ იქნეს ისეთ ნიადაგში ჩვენი გულისა, სადაც ნორმალური მორცვა მოხდება ლოცვით მისი. დააგლოცოთ ღმერთმა და გაგაძლიეროთ.